ქართული ხორბლის ტრადიციებს მალე იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანენ. იუნესკოს დადებითი დასკვნის მიხედვით აღნიშნულ სიაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანა, ხორბლის შესახებ შემონახულ ტრადიციებზე კულტურული ფენომენის მიმართ ინტერესს გააძლიერებს. ეს ელემენტი კი ხელს შეუწყობს სურსათის უსაფრთხოებას, ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას და ეკოლოგიურ მდგრადობას. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები გახდება მეხუთე ელემენტი საქართველოდან, რომელსაც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანენ. ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები თაობიდან თაობაზე უწყვეტად გადაცემული პრაქტიკაა, რომელიც დღესაც სიცოცხლის, აღდგომის, ნაყოფიერებისა და სიმრავლის სიმბოლოდ მიიჩნევა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მთავრობის დადგენილებით 2024 წლიდან განესაზღვრა. ამავე წლის 28 მარტს საქართველოს მიერ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. ნომინაციის დოსიეს მომზადებაში არაერთი უწყება იყო ჩართული. პროცესი პარლამენტიდან აგრარული კომიტეტის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. შეიკრა ბარათი, სადაც საუკეთესოდ იყო წარმოჩენილი როგორც ქართული ხორბლის სიძველე, მინდა გითხრათ, რომ ვაზის წიფწასთან ერთად იყო აღმოჩენილი ხორბლის მარცვალი და ეს სწორედ იმ დიდ უნიკალურობას ანიჭებს აღნიშნულ საკითხს, მაგრამ შემდგომში მისი განვითარება, ქართული ხორბლის მონაწილეობა სხვადასხვა რელიგიურ თუ საყოფაცხოვრებო რიტუალებში და დღემდე არსებული ტრადიციები, რომელიც განსაკუთრებულად არის წარმოჩენილი რეგიონებში, ამ ყველაფერმა მოგცა საშუალება, რომ იუნესკოს კიდევ ერთი აღიარება მიენიჭებია საქართველოსთვის. საქართველო ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. ქართული ხორბლის ტრადიციული ჯიშები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს და აღადგინეს. მათ შორისაა ისეთი უნიკალური სახეობები, როგორიცაა დიკა, მახა, შაუფხა, საული და ბევრი სხვა. მოხდა ქართული მარცვლეულის ნიმუშების უცხოური გენბანკებიდან დაბრუნება და საქართველოს რეგიონებში გავრცელება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა მოიძია ყველა უძველესი ხორბლის სახეობები, ადგილობრივი ჯიშები, მოხდა მათი პირველადი მეთესლეობა, რაც არის უმნიშვნელოვანესი, რომ ფერმერულ მეურნეობებს და დაინტერესებულ პირებს გადაცემოდათ სათესლე მასალა შემდეგი გავრცელებისათვის. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ითესება ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ჯიშები, არა მცირე ფართობებზე, არამედ უკვე რამდენიმე ასეულ ფართობებზე. უნდა აღინიშნოს იმისათვის, რომ მოხდეს როგორც ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ასევე ჯიშების შენარჩუნება, ასევე სხვა მცენარეული კულტურებისა მომავალ წელს სამინისტროს თანადგომით იგეგმება ჯიღაურაში ერთიანი ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა. ქართული ხორბლის კულტურას უძველესი ისტორია აქვს. ხორბლის მოყვანა დათესვასთან დაკავშირებული ტრადიციები დღემდე შენარჩუნებულია. ხორბლის მოხმარება პურის ცხობის ტექნოლოგიის გარდა ფართოდაა დამკვიდრებული საერო და საეკლესიო რიტუალებშიც. ტრადიციები აღდგენილია სათემო დონეზე, არის ძალიან ბევრი ასოციაციები, რომლებიც დაკავებული არიან ყველა იმ წესჩვეულებით, რომელიც დაკავშირებულია ქართული ხორბლის თესვასთან, მოსავლის მოყვანასთან, ძველი მეთოდებით მის მომკასთან, ასევე გადამუშავებასთან, პურის ცხობის ტექნოლოგიებთან და არა მარტო პურის ცხობის ტექნოლოგიებთან, არამედ ის ფართოდ არის დამკვიდრებული როგორც საერო, ასევე საეკლესიო რიტუალებში. ქართული ხორბლის ტრადიციებზე იუნესკოს დადებითი გადაწყვეტილების პროექტის საბოლოო განხილვა. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე 8-13 დეკემბერს ინდოეთში ქალაქ დელიში გაიმართება, რომელსაც ქართული დელეგაციაც დაესწრება.